ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრის 45 წლიანი მოღვაწეობის ისტორიას კიდევ ერთი ლამაზი, სევდანარევი, ემოციებით დატვირთული დღე შეემატა. საზღაპრეთი ორმა კულტურის სახლის სცენაზე იზო ნიავაძის რეჟისორობით, განსხვავებული ინტერპრეტაციით, სცენოგრაფიით და მუსიკალური გაფორმებით ნოდარ დუმბაძის ჰელადოსი ითამაშა. მსახიობებმა შთამბეჭდავად მოიდგეს და გაითავისეს მოთხრობის პერსონაჟები და მაყურებლის თვალწინ გააცოცხლეს გასული საუკუნის სოხუმი თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით. ბავშვთა და მოზარდთა თეატრის საზღაპრეთის სპექტაკლ ჰელადოსის პრემიერა შედგა. პატარა მსახიობებმა შემოქმედებითი სამსახიობო ოსტატობით მაღალი დონის სპექტაკლი წარმოგვიდგინეს. გულოცავ რეჟისორ იზო ნიავაძეს და პატარა მსახიობებს წარმატებულ პრემიერას და წარმატებას უშურებ მათ. მსახიობებმა სპექტაკლით ორი მოზარდის პაექრობა თვით დამკვიდრებისთვის მაღალი სამსახიობო ოსტატობით წარმოაჩინეს, რომელიც საბოლოოდ მეგობრობით, ურთიერთპატივისცემით დასრულდა. წარმოდგენა ისეთ მარადიულ ფასეულობებს ეხება, როგორიცაა მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, ტოლერანტობა და თავგანწირვა. ეს თემა ძალიან მტკივნეულიც იყო, ძალიან ისეთი, რომ ჩემი ბავშვების ასაკს ესადაგებოდა და ვიშრომეთ ძალიან ისეთი პერიოდი მოგვიწია, სხვათა შორის, რომ აი სკოლა მთავრდება, 5 სკოლიდან დადიან ბავშვები და ხან ერთს არ უხერხდებოდა, ხან მეორეს, მაგრამ დღეს შედგა სპექტაკლი. მე მესმოდა აპლოდისმენტები სწორ ადგილას გაკეთებული, რაღაც ხმაურები ისეთ ადგილას, სადაც საჭირო იყო და ერთ ამოსუნთქვაში ჩაიარა სპექტაკლმა და მეც ამოვისუნთქე. მივიღეთ შედეგი და დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის და ჩემს ბავშვებს ულოცავ იუბილესაც და დღევანდელი სპექტაკლის დაბადებას. და ეს სპექტაკლიც ხომ თვით დამკვიდრებაზეა, ორი ბიჭუნას თვით დამკვიდრებაზე ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ ნახეთ, ეს ბრძოლა არასოდეს არ ცდება ადამიანურ საზღვრებს და ისინი ყოველთვის რაც უნდა კულმინაციაში მივიდეს მათი შეტაკება და ასე შემდეგ პატივისცემით ამთავრებენ ყველა კონფლიქტს და ეს იქედანაც ჩანს რომ იანგულისთვის სამშობლო არასაბერძნეთი საქართველოა და ის სამშობლო აქ არის უფრო შიგნით ამბობს არა წარწერაზე არამედ თავის განწყობაზე და ის ბრუნდება ისევ სამწუხაროდ ცხედარი, მაგრამ ბრუნდება საქართველოში. დღეს საკმაოდ წარმატებულად შედგა ჰელადოსის პრემიერა. ნოდარ დუმბაძე ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი მწერალი და ძალიან მიხარია, რომ მის ნაწარმოებში მივიღე მონაწილეობა. შევასრულე დეიდანინას როლი და ძალიან საინტერესო იყო ამ ნაწარმოებზე მუშაობა და უღრმეს მადლობას ვუხდი იზო მასწავლებელს. ძალიან დიდი ღვაწლი ჩადო. მე ვიყავი ამ ნოდარ დუმბაძის ჰელადოსში, ვიყავი კოკა. ძალიან კარგი როლი მქონდა ჩემი აზრით. ძალიან მხიარული სპექტაკლი იყო რაღაც მომენტებში სევდიანი სპექტაკლი იყო და ჩემი აზრით ძალიან კარგი სპექტაკლი იყო, ბავშვებიც ძალიან კარგად თამაშობდნენ. ასე როგორ გამიმეტა? ჩემი ბრალი. გადააშალა. ბავშვთა და მოზარდთა თეატრი კლასიკად ქცეულ ნოდარ დუმბაძის ჰელადოს ბოლნისის შემდეგ საბერძნეთში ითამაშებს, სადაც თეატრი კონკურს ფესტივალზე მიწვეული.
ლამაჩი